ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ღაზის სექტორში კვლავ აფეთქებებია. 21-იანი ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 57,000 აჭარბებს. ამ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღაზაში ყოველდღიურად მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი. ის, ვინც ომს გადაურჩა, ახლა ცდილობს შიმშილს გაუმკლავდეს. ღაზაში ისრაელის ავიაიერიშებს მხოლოდ 3 ივლისიდან 4 ივლისამდე პერიოდში 94 პალესტინელი ემსხვერპლა. მათ შორის არის 45 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდნენ. ღაზაში იერიშები მიტანილი იყო სკოლაში განთავსებულ თავშესაფარზეც. პალესტინელები ოჯახის წევრებს მორგებში ემშვიდობებიან. აქ არიან ის ბავშვებიც, რომლებიც მშობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე, მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. არავის აქვს პასუხი, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ცხოვრება ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე. საჰაერო იერიში დაახლოებით 5 მეტრში მოხდა. აფეთქებების ხმამ გამოგვაფხიზლა. ყავს 5 ქალიშვილი და შვილიშვილები. ბავშვები დაშავდნენ. ჩემი ბიძაშვილის ვაჟი კი დაიღუპა. ამბობენ, რომ ეს უსაფრთხო ზონაა. ეს არის უსაფრთხოება? აქ არაფერია უსაფრთხო. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად ისინი უზრუნველყოფენ რეგიონში ამერიკული კომპანიის ღაზის ჰუმანიტარული ფონდის მიერ დახმარების მიწოდებას. ღაზაში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად ჩვენ მუშაობთ, რათა შესაძლებელი გავხადოთ ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ამერიკული კომპანიის მეშვეობით. ჰამასის წინააღმდეგობისა და მისი აქტიური მცდელობის მიუხედავად, ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარული დახმარების პროცესს, ღაზის მოსახლეობა ჩვეულებრივად მიდის ამ პუნქტებში. დღემდე საკვების მილიონამდე პაკეტი გადაეცა მოსახლეობას. ეს არის განვითარებადი ოპერაციული მოდელი. ჩვენ თითოეულ შემთხვევას ვითვალისწინებთ და ვცდილობთ პროცესის გაუმჯობესებას. გავრცელებული ცნობები თითქოს განაწილების ჰაბებში მასობრივად იღუპებიან ადამიანების სიცრუეა. ეს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მორიგი პროპაგანდაა, რომლის მიზანია ზიანი მიაყენოს დახმარების პროცესს. სამწუხაროდ მსგავსი ცრუ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ მათი ოჯახები, რომლებიც ქალაქ ნეთანიაში შეიკრიბნენ. მათ ისრაელში გერმანიის ელჩი შტეფენ ზაიბერტიც შეუერთდა. მათი თქმით, ღაზაში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ომი, თუმცა რა პირობებს დასთანხმდება ისრაელი ჯერჯერობით უცნობია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს, შეთანხმების მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ყველასთვის საჭიროა შეთანხმება, რადგან ეს ჰუმანიტარული საკითხია. ეს სტრატეგიული ინვესტიციაცაა ამერიკისთვის. ახლო აღმოსავლეთი ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ხედავთ შესაძლებლობებს ლიბანთან, სირიასთან, საუდის არაბეთთან. დროა ეს ჰამასზე გამარჯვებით გავამყაროთ. ცხადია, რომ მხოლოდ შეთანხმებაა ყველაზე საიმედო გზა მძევლების დასაბრუნებლად. ასე იყო წარსულში და კვლავ შეიძლება ასე მოხდეს. არა ომით, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება, არამედ შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ჰამასთან რამის მიღწევა. ამ შეთანხმების მიზანია მძევლების დაბრუნება, ომის დასრულება და ახალგაზრდა ისრაელელი ჯარისკაცების სიკვდილის შეჩერება ღაზაში. ასევე იმ ასეულობით 1000 პალესტინელის სამოქალაქო პირის გათავისუფლება, რომლებიც 20 თვის განმავლობაში იტანჯებიან. ისრაელის პრემიერის თქმით, მას აქვს პასუხისმგებლობა ღაზაში დარჩენილი მძევლები დააბრუნოს და აღადგინოს კიბუცი, რომელიც კვლავ ძლიერ დაზიანებულია. სულის სიღრმემდე ვგრძნობ ამ საზოგადოების ტრაუმას, ტკივილს, მწუხარებას, რომელიც მთელ თემს დაატყდა თავს და რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, რომ ყველა მძევალი უნდა დავაბრუნოთ. მათგან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია, არიან დაღუპულებიც. ჩვენ ყველას დავაბრუნებთ სახლში. ღაზაში უკვე 21 თვეა მიმდინარეობს ომი, რომელსაც 10,000-ობით ადამიანი ემსხვერპლა. მძევლების ოჯახის წევრები კვლავ დაუღალავად ითხოვენ ახლობლების დაბრუნებას. თუმცა ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნები იზრდება, თუმცა მთავარი კითხვა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და თუ დასრულდება რის ფასად, კვლავ უპასუხოდ რჩება.